ახლა კი კულტურის სიახლეები თამარ გვერდწითელის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ 15 მარტს მომღერალი ფილარმონიაში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტში ქართველი და უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალურად ამ საღამოსთვის ხვალ თბილის მომღერლის მუდმივი პარტნიორი დიმიტრი დიუჟევი ეწვევა 2 საათიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გვერდწითელის ძველი და კარგად ნაცნობი სიმღერების შესრულება. კონცერტის დასრულებისთანავე დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თამარ გვერდწითელს ვარსკვლავს გაუხსნიან. ეს კონცერტი ეძღვნება ვარსკვლავის გახსნას, ასაკრული იქნება სიმღერები, რომელიც დაწერილი ადრინდელ პერიოდში, იქნება სიმღერები, რომელიც მსმენელს უყვარს. ალბათ იქნება ცოტა ნოსტალგიური გადაწყობა, რომელიც აუცილებელია ესეთ კონცერტზე. ყველაფერი ახალი ასაკრულია ვერ გაიჟღერს ამ კონცერტზე, მაგრამ იმედია, რომ იქნება ძალიან თბილი და ბევრი კარგის გასახსენებელი საღამო. მე არ მახსოვს საქართველოს ისტორიის მანძილზე, რომ 10 დღით ადრე ბილეთები საერთოდ არ არის. ფილარმონიაში დღეს ვშაყირობდით, რომ აბსოლუტურად სადაც კი შეიძლება რომ ჩაიდგას კამი, ყველგან არის კამი ჩადგმული. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ქართველ მსმენელს, ქართველ ხალხს, იმიტომ რომ მათ ნამდვილად იციან დაფასება ნამდვილი ხელოვნების და თამრიკოს სიყვარული. 15 მარტს მართლა სასწაულის საღამო ელოდება ქართველ მსმენელს, ეს იქნება მოგზაურობა თამრიკო გვერდწითელის სამყაროში, რომელიც აისახება ფილმში კონცერტის დაწყების წინ, თუ როგორ მივიდა ბავშვობიდან თამრიკო გვერდწითელი დღემდე.